საღამოშვიდობისა ეს არის ახალი წყასაათი. საღამოშვიდობის ახალაბებს ჩვენს კოლეგებთან ერთად ჩვენ ლევან ჯავახიშვილი და სოფო ჩაგოდაძე წარმოვიდგენთ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპრეზიდენტო არჩევნებამდე CSKOS 15 თავმჯდომარის ისტორია დღის მთავარ გამოშვებაში. თვერეზონასული სასამართლო პროცესიდან ბაჩუ ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდი და 7 პოლიციელის წამების საქმე. და რამდენიმე წუთში ასევე შემოგთავაზებთ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 75 დღით ადრე CSKOS თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა. განმარტება ზურაბ ხარატიშვილი 15 აგვისტოს გააკეთებს. გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კამპანია. ქართული ოცნების კანდიდატი ამომრჩეველს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას მიღება. შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ბაჩუ ახალაიას. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბედი ახლა მოსამართლეზეა დამოკიდებული. ზურაბ ხარატიშვილის მოულოდნელი ნაბიჯი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ზურაბ ხარატიშვილი დღეს ტელეკამერებთან არ გამოჩენილა. მის მაგივრად გადაწყვეტილება საგანგ ბრიფინგზე CSKOS პრეს-სპიკერმა გააჟღერა. რა მოტივით დატოვა პოსტი ხარატიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე თითქმის 3 თვით ადრე ჯერჯერობით უცნობია. თემაზე დღეს ლევან ჩხაიძე მუშაობდა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში დეტალებზე ისაუბრებს. პროცედურის მიხედვით პარლამენტმა ზურაბ ხარატიშვილის განცხადება გადადგომის თაობაზე უნდა განიხილოს 15 კალენდარულ დღეში და მისი დაკმაყოფილების შემდეგ პრეზიდენტი დაიწყებს კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან. ამ კონსულტაციების შემდეგ CSKOS უნდა წარედგინოს 3 კანდიდატი. იმ შემთხვევაში თუ ამ 3 კანდიდატიდან CSKOS ვერ მოახერხა ვერც ერთი სარჩევა, საკითხზე უკვე იმშელებს პარლამენტი. საკანონმდებლო ორგანოში მარტივი უმრავლესობით არის შესაძლებელი ახალი თავმჯდომარის არჩევა, მაგრამ დღეს დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან რამდენიმე თვის წინ ამ პოსტზე კანდიდატურის შეჯერება ვერ მოხერხდა და შესაძლოა მოვლენების სულ სხვა სცენარით განვითარდეს. რატომ წავიდა CSKOS თავმჯდომარე და ვინ შეასრულებს მის მოვალეობას? ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. მიზეზებზე რამაც ყოდინა თანამდებობის დატოვება. ზურაბ ხარატიშვილის გადაწყვეტილება მისი თანამშრომლებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. CSKOS თავმჯდომარე დღეს ოფიციალურად შეუგულებაში გავიდა და მისი განცხადება ჟურნალისტებთან პრეს-სპიკერმა გაახმოვანა. ზურაბ ხარატიშვილმა საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. ეს განცხადება უკვე გადაგზავნილია პარლამენტის კანცელარიაში. რა იყო გადაწყვეტილების მოტივი? ამ თემაზე CSKOS-ში დღეს პასუხი არ ჰქონდათ, მაგრამ ცნობილია, რომ ხარატიშვილის ნაცვლად თავმჯდომარის მოვალეობას უკვე მისი მოადგილე დავით კირთაძე ასრულებს. სწორედ კირთაძის ხელმძღვანელობით შეიძლება ჩატარდეს ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები. ამის შესახებ პირველი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. დავით უსუფაშვილთან ერთად გადაწყვეტილებას მისი კოლეგებიც აფასებდნენ. პრეზიდენტმა CSKOS წევრობის კანდიდატად შეძლო და 20-მდე ისეთი კანდიდატი წარმოგვიდგინა, რომელთანაც ვერც ერთი ვერ ავირჩიეთ. ამიტომ CSKOS მოვალეობის შესრულებას, CSKOS თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგება პირი, რომელიც არის მისი მოადგილე, რომელსაც თავად აქვს ვადა გასული, მაგრამ ვინაიდან პრეზიდენტმა ვერ შეძლო ისეთი კანდიდატის წარმოდგენა, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებდა, მას ვადა გაგრძელებული აქვს და იგი გააგრძელებს CSKOS თავმჯდომარის მოვალეობას. მიუხედავად იმისა, ვინ იქნება CSKOS თავმჯდომარე, პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში. მიზეზებზე ალბათ თავად ისაუბრებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რომ მიდის თანამდებობიდან, მას ძალიან სერიოზული არგუმენტი უნდა ქონდეს ამისთვის და იმედი მაქვს ეს არგუმენტი ითქვა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მომისმენია. როგორც ჩანს, ასე გადაწყვეტა. მან დიდი იმედი მაქვს, რომ ისიც ბევრი სხვა ჩინოვნიკის მსგავსად არ დაიწყებს იმაზე ლაპარაკს, რომ ვინმე მასზე ზეწოლას ანხორციელდება და ან რამე მსგავსი. მოულოდნელი და პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი. ასე შეაფასეს პრემიერ-მინისტრმა და მისი მთავრობის წევრებმა ზურაბ ხარატიშვილის ნაბიჯი. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე იყო გასაკვირი, როდესაც ახალ ხელისუფლებასთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან ხარატიშვილს ურთიერთობის პრობლემა არ ქონია. წავიდა და წავიდეს. მაგათი გუნდისევრია რაღაც ინტრიგა ააგორეს. კიდევ ვერაფერს ვეღარ იზავენ. არაფერი აღარ მოხდება. ხარატიშვილიც წავიდეს და სხვებიც გააყვნენ, ვისაც სურვილი აქვს. სულ დროს წავიდა, არასდროს დროს წავიდა და გასაგებია ყველასთვის, რომ პოლიტიკურად კიდევ პატარა ინტრიგა ჩააგდეს, მაგრამ არაფერი მაგათ აღარავითარი თამაში აღარ აქვთ. ასეთ დროს 3 თვის წინ შევხვდი, მეორედ შევხვდი. ყველაფერი თვითონ დარეგულირებული იყო. გასაგებია.
არაფერიც არ მოხდება საქართველოს ვეღარ ააღელვებს და ააღირაებს. ყველაფერი იქნება დაგეგმილი და გეგმაზობიერად განვითარდება. ეხლა დღეს ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა არის სრულიად არაორდინალური და მე მართალი რომ გითხრათ ვერ ხვდები ეხლა რატომ გააკეთა მან ესეთი გადაწყვეტილება, რადგან იმ ფონზე, როდესაც მას არ ქონიას ურთიერთობის პრობლემა არც დღევანდელ ხელისუფლებასთან. ბატონი ხარატიშვილის გადადგომა არის სულ ახალი ამბავი და დასანანი და გაუგებარიც, იმიტომ რომ თუ კი ამგვარი მნიშვნელოვანი პოზიციის მქონე ადამიანი უნდა გადადგეს, ის უნდა გადადგეს ან მანამდე, როდესაც მიმდინარეობდა მაგალითად წინა არჩევნები აბსოლუტურად არათავისუფალ გარემოში, ან იმის წინა არჩევნები კიდევ, როდესაც ის ხელმძღვანელობდა ცესკოს. ბიზინა ივანიშვილის და მისი გუნდისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ნაციონალურ მოძრაობაში. ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი ეცდებიან დაადგინონ რა იყო ხარატიშვილის გადაწყვეტილების მიზეზი, მაგრამ მანამდე დარწმუნებული არიან, რომ ეს ფაქტი საპრეზიდენტო არჩევნებზე უარყოფითად იმოქმედებს. ცალსახად უნდა ითქვას, რომ შუა საარჩევნო ფაზაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადადგომა ცალსახად ნეგატიურად იმოქმედებს თვითონ საარჩევნო პროცესის საორგანიზაციო საკითხებთან. ალბათ იყო რიგი მიზეზები, რის გამოც ამ ადამიანმა ვერ შეძლო ფუნქციონირების გაგრძელება არჩევნების დროს. ჟურნალისტებთან კონტაქტისგან ხარატიშვილი ჯერჯერობით თავს იკავებს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ის მედიის წინაშე უახლოეს დღეებში წარსდგება. ზურაბ ხარატიშვილს მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია დაგეგმილი აქვს 15 აგვისტოს და სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი თუ რა მოტივი ჰქონდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, როდესაც ის გადადგომის შესახებ პარლამენტს მიმართავდა. დიდი მადლობა ლევან, დავუყოთ მოვლენების განვითარებას. ლევან ჩხაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარები 1990 წლიდან დღემდე. პირველი ირაკლი ჟორდანია იყო, მეორე თავმჯდომარის არჩილ ჭირაქაძის სახელთან არის დაკავშირებული 1991 წლის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. მაშინ ამორჩეულთა ყველაზე დიდი აქტივობა დაფიქსირდა. და კიდევ ერთი დეტალი, ცესკოს 15 ხელმძღვანელიდან კანონით დათვალისწინებული 5 წლიანი ვადა თითქმის არც ერთს არ დაუსრულებია. ბელაზარქაიძე დეტალებით. დიახ, ზურაბ ხარატიშვილიც საქართველოს პარლამენტმა 5 წლიანი ვადით აირჩია ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, თუმცა 3 წელიც არ გასულა და ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა. ხარატიშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში 2 არჩევნები ჩატარდა, მათ შორის ერთი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რა დროსაც ხელისუფლება შეიცვალა, მანამდე 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნები. ზურაბ ხარატიშვილი თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაცია ალპემ წარადგინა ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ზურაბ ხარატიშვილამდე ცესკომ სულ 14 თავმჯდომარე გამოიცვალა, 15 თავმჯდომარის ისტორია ნახეთ ჩვენი რეპორტაჟიდან. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარსებიდან დღემდე 15 თავმჯდომარე გამოიცვალა. საქართველოს ახალი რესპუბლიკის არჩევნების ისტორია 1990 წელს დაიწყო. ცესკოს პირველი ხელმძღვანელი კი ირაკლი ჟორდანია იყო. ყველაზე ხანგრძლივი ჯუმბერ ლომინაძის თავმჯდომარეობა აღმოჩნდა. ლომინაძე ცესკოს 1995 წლიდან 2003 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2003 წელს ლომინაძე ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა შეცვალა. დევდარიანის სახელს 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები უკავშირდება, რომელსაც ვარდების რევოლუცია მოჰყვა. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ყველა იმ ღონისძიების უზრუნველყოფა, რაც საჭირო არის საპარლამენტო არჩევნებისთვის 25 იანვრამდე ვერ მოესწრება. 2003-2004 წლებში ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო, რომელმაც თანამდებობა თბილისის მერად დანიშვნის გამო დატოვა. ნაციონალური მოძრაობის სიით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის წინ დატოვა თანამდებობა ლევან თარხნიშვილმაც. თბილისი და ეს ჩემი კაბინეტი. ჩემი კაბინეტიც არის. და ფელი ქართული ხალხის კაბინეტია. 5 წლიანი ვადა არც სხვა თავმჯდომარეებს დაუსრულებიათ. დიმიტრი ქიტოშვილი ცესკოს 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 2006-2007 წლებში ცესკოს თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი კი ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. იუსტიციის მინისტრად გადავიდა გია ქავთარაძეც, რომელიც ცესკოს 2005 წელს ხელმძღვანელობდა. ცესკოს თავმჯდომარეები არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მხარეებისთვის პროტესტის მიზეზი არაერთხელ გამხდარან.
მათ არაობიექტურობაში და ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაში ხშირად ადანაშაულებდნენ. ლევან თარხნიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. 1990 წლიდან დღემდე ჩატარდა 22 არჩევნები. აქედან 5 საპრეზიდენტო, 7 საპარლამენტო, 7 აჭარის უმაღლესი საბჭოს და 4 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. აგრეთვე 1 რეფერენდუმი და 2 პლებისციტი. 27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება. ამ განცხადებით დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია გიორგი მარგველაშვილმა. მის მხარდასაჭერად პოლიტიკური ელიტა და მინისტრთა კაბინეტი დღეს სცენაში სოფელ მოქალაქეებში იყო შეკრებილი. ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი ამორჩევოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას პირდება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს დავით საჯანელიძე უხელმძღვანელებს. ბიძინა ივანიშვილმა კი გიორგი მარგველაშვილს დღეს საჩუქრად ის კალამი გადასცა, რომლითაც ოპოზიციის ლიდერი წინა საარჩევნო პერიოდში მუშაობდა. მარგველაშვილი სწორედ ამ კალმით მოვაწერს ხელს პრეზიდენტად დარეგისტრირების დოკუმენტს. ფანცა პაპავაძე მუშაობს თემაზე. საარჩევნო კამპანია გიორგი მარგველაშვილმა ნოქალაქევიდან დაიწყო. მისი განცხადებით სწორედ ეს არის სიმბოლო, საიდანაც რეალურად საქართველო დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს და კოალიციას და განაცხადა, რომ თითოეული ხმისთვის და გამარჯვებისთვის იბრძოლებს. გაჟღერდა საარჩევნო სლოგანიც: ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები, გავაგრძელოთ განვითარება. სწორედ ეს იქნება კოალიციის საარჩევნო სლოგანი გიორგი მარგველაშვილის თქმით. პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს პირობა დადო, რომ საქართველო პოლიტიკურად სტაბილური და ეკონომიკურად განვითარებული იქნება. როგორი იყო გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიის პირველი დღე? ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ამ პროცესს ჩვენ ვიწყებთ დღეს. ჩვენ დღეს ვაცხადებთ საარჩევნო კამპანიას გახსნილად. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ინიშნება გამოცდილი პოლიტიკოსი და გამოცდილი მენეჯერი, სწორედ ამ საქმეში ბატონი დავით საგანელიძე. ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია სოფელ ნოქალაქევიდან დაიწყო. ისტორიული ნაქალაქარის ადგილზე შეკრებილ მოსახლეობასთან გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად მივიდა. თავდაპირველად ხალხს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყავს ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი, როგორიც ეკადრება საქართველოს, ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს საქართველოში მომხდარი ფუნდამენტალური ცვლილების ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ამბიცია. დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში პატიოსან ბრძოლაში ღირსეული კანდიდატი ღირსეულად გაიმარჯვებს და ეს იქნება გიორგი მარგველაშვილი. ქართული ოცნების კანდიდატს კოალიციის ლიდერმა სიმბოლური საჩუქარიც გადასცა. სიმბოლურად საჩუქრად გადავცე საწერი კალამი, რომლითაც არჩევნების წინ, არჩევნების პროცესში მე სარგებლობდი და ხმარობდი და იცოდი ეს აუცილებლად გამარჯვებას მოგიტანს. პრემიერ-მინისტრის მიერ ნაჩუქარი კალმით მარგველაშვილი იმ საბუთებს მოაწერს ხელს, რომლითაც პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდება. რაც შეეხება მისი საარჩევნო კამპანიის ძირითად მიმართულებებს, ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური სტაბილურობა იქნება. 9 თვის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ქართულ ხალხთან ერთად გაიარა ის, რაც ბევრი პოლიტიკური, შესაძლოა დემოკრატიულად უფრო განვითარებული ქვეყნისთვის იყოს ძალიან რთული. ეს არის კოაბიტაცია. ამ პროცესში ჩვენ შევძელით და მივიყვანეთ პოლიტიკური ციკლის პროცესი ბოლომდე. ჩვენ ეს ერთად შევძელით. 27 ოქტომბერს კოაბიტაცია მთავრდება და ქვეყანას აღარ ეყოლება პრეზიდენტი, რომლის მიზანიც არის ქვეყნის დისკრედიტაცია, სასამართლო სისტემაში ჩარევა, აბსოლუტურად აბსურდული ვეტოები და რეალურად პროცესების საბოტირება. ღონისძიების დასრულების შემდეგ პრემიერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გააკეთეს კომენტარი. არ იქნება სიყალბე. აბსოლუტურად ევროპული სახელმწიფო ნებისმიერი ინატრებდა მსგავს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს ეყოლება. ეს არის დღევანდელი რეალობა და იმის საშუალება მოგვეცა. ჩვენ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დადგა ეს დღე და უფრო ბედნიერი ვიქნები 27-ში, როდესაც ჩვენ ამას ყველაფერს გავაფორმებთ. ამ თემებზე. სლოგანი რა იქნება საარჩევნო სლოგანი?
ჩვენ დავიწყეთ სურვილები გავაგრძელოთ განვითარება. და ეს ავტოგალავი თუ შეიძლება რომ გაჩვენოთ ძალიან ესე იგი აი საჩუქრების თემა 100 ლარზე ქვევით არის ამის გარანტია. საარჩევნო კამპანიის დაწყებას მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება მხედართმთავარი, რომელიც არ მისცემს უფლებას არავის პოლიტიკაში ჩააბას ჯარი, ხელს შეუწყობს ჯარის განვითარებას. საიდანაც არ დაწყებულიყო, აუცილებლად გაიმარჯვოს მარგველაშვილი პირველ ტურში. კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კი პირობა დადო, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე სამართლიანი და ობიექტური იქნება. პირობას ვაძლევთ ჩემს ხალხს და პირობას გავდევთ თქვენ ყველას, რომ ეს არჩევნები იქნება ალბათ კი არა, ნამდვილად ყველაზე სამართლიანი, ყველაზე ობიექტური საქართველოს ისტორიაში და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი დამაჯერებლად პირველივე ტურში გაიმარჯვა. საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნაზე ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერად საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც მივიდნენ. ბოლოს და ბოლოს მინდა დავინახო პრეზიდენტ და ადამიანი, რომელიც არის გაზრდილი ოჯახში. რომელმაც არ დაკარგა ადამიანური თვისებები, რასაც ჩვენ ასე ვაფასებთ ერთმანეთში. დასრულდება ის მუდმივი, რასაც გვაწუხებდა საზოგადოებას, მუდმივი დაპირისპირება, კრიჭაში ჩადგომა პრეზიდენტის და დაუშვათ რაღაცა იმ ძალების, ვისაც უნდა ამ ქვეყნის შენება და ამ შემთხვევაში გულისხმობ სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ნოქალაქებში შეკრებილი მოსახლეობა კი დღეს გიორგი მარგველაშვილის იმ თვისებებზე ამახვილებდა ყურადღებას, რის გამოც კოალიციის კანდიდატს მხარს დაუჭერენ. ჩვენ მოგწონს მისი პროგრამა, მისი პიროვნება და პირველ რიგში იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოუტანს სტაბილურობას და მშვიდობას. ის არის კომპეტენტური, ნიჭიერი, ჭკვიანი, ნამდვილი ქართველი. საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნამდე გიორგი მარგველაშვილი ხობის რაიონის სოფელ ნოჯახევში იმყოფებოდა. ის ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით იმ ტაძარში მივიდა, სადაც სავარაუდოდ ცოტნე დადიანია დაკრძალული. ხადაგებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ახსენა მეუფე მამასთან დაკავშირებით. თითოეულმა მოგვიწოდა, რომ თითოეულმა შევძლოთ და ჩვენი სამსახური გავწიოთ ქვეყნის მიმართ. ვფიქრობ, რომ დღეს აი ამ სამსახურის განახლების და ამ სამსახურის გაძლიერების ზეიმია დღეს. კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი ჯერჯერობით ოფიციალურად პრეზიდენტობის კანდიდატად არ დარეგისტრირებულა. დასარეგისტრირებულ დოკუმენტებს გიორგი მარგველაშვილი სავარაუდოდ ხვალ მოაწერს ხელს. ახლა კი მოკლედ კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ. გიორგი მარგველაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. მინისტრად დანიშნვიდან რამდენიმე თვეში კი მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასკოლო წიგნები მოსწავლეთათვის უფასო გახდებოდა. გიორგი მარგველაშვილი იკავებდა ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც. მაშინ მან ამ პოსტზე ირაკლი ალასანია ჩაანაცვლა. 11 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილებით 2013 წლის არჩევნებში პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად ქართული ოცნებიდან გიორგი მარგველაშვილი იბრძოლებდა. მე როგორც უკვე გითხარით, ოფიციალურად მარგველაშვილი კანდიდატად საარჩევნო ადმინისტრაციაში სავარაუდოდ ხვალ დარეგისტრირდება. მადლობა გვანცა, ეს იყო გვანცა პაპავაძე. ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის მეხუთე თვე ბრალდებისა და დაცვის მხარის ნაწილმა დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. საუბარია ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდზე სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით ახალაიასა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს პოლიტიკური ნიშნის 7 სამართალდამცველის წამება და არაადამიანური მოპყრობა ედებათ. ბრალად პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვს, რასაც ადვოკატები აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პროკურატურის არგუმენტები სუსტია. რა ხდებოდა დღეს საქალაქო სასამართლოში? თამარ გოგესაშვილის რეპორტაჟი. ეს სახელმწიფოსთვის და საზოგადოების საშიში დანაშაული ჩაიდინა ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიას. ამ დანაშაულის ორგანიზებისთვის სახელმწიფო ბრალდება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას დაპატიმრებას მოითხოვს. პროკურატურა 5 თვიანი არსებითი განხილვის დასკვნით ეტაპზე დარწმუნებულია, რომ ბაჩანა ახალაიამ და მასთან ერთად ბრალდებულებმა 7 პოლიციელი პოლიტიკური ნიშნით იალღუჯის საწვრთნელ ბაზაზე აწამეს. მოქალაქეობრივი პოზიციის გამო პოლიტიკური ნიშნით პირდაპირ განზრახით ორგანიზება გაუკეთა მათ დარჩა წამებას. გამამცირებელ და არადამიანურ მოპყრობას. შინაგან საქმეთა მინისტრად ახლა დანიშნულ ბაჩანა ახალაიასთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დანარჩენი თანამშრომლების საპრეზიდენტო და ნათელი მაგალითი იმისა, როგორ გაუწოდებდა მათ, ვინც გასწორებული პოლიტიკური შეხედულების გამოხატვას შეეცდებოდა.
პროკურატურის დასკვნითი სიტყვის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოში დღეს წარმოადგინა, 2012 წლის აგვისტოს-სექტემბერში ოპოზიციური პოლიტიკური შეხედულებების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 7 თანამშრომელი ბაჩანა ახალაიასა და დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დავით ვეკუას ორგანიზებით იალღუჯის საწვრთნელ ბაზაზე აწამეს. დავით შვილიძე დიდი ხანია გასაუბრია ურთიერთობა და შრომის ძირებზე საერთო ხელი. შემდეგ იგი ასევე მუშისკას ზოანეთა ტოტები. დავორ მოგდას სასამართლოში გამოკეთებას უკანასკნელი შეგვიძლია. სერჟანტ ვლადიმერ ხანკოვის და დავით ბიუროშის მობილური ტელეფონის სურათები გადააბეჭდა მინის ბაჩანა ახალაიას და გაუგზავნეს. დაცვის მხარე სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით ირწმუნება, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა გადამზადებას საჭიროებდა და იალღუჯის საწვრთნელ ბაზაზე არა მათი წამება, არამედ რეინჯერთა გადამზადების კურსის მიხედვით გაწვრთნა მიმდინარეობდა. სპეციალური დანიშნულების მოსამსახურების მიერ ვარჯიში, სირბილი, მიზიდვები, ხოხვა, მათ შორის ტალახში, ბუქნები, სიმძიმეების წრევა, ჩამორჩენილი მოსამსახურის მოკითხება და სხვა ბრალდების ხარეს მიაჩნია წამება. ადვოკატებმა დასკვნით სიტყვაში სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებებიც ეჭვქვეშ დააყენეს. სასამართლოს სტოდების მიმდინარეობისას აშკარად გამოვლინდა მოწმეების ხელობა დაეზეპირებინათ მათთვის გამოძიების მიერ დაწერილი ჩვენებები. მაგალითად, ქარჩეიძემ ეთყობა ცუდი მეხსიერების გამო დაზავებული სახელები და გვარები ხელზე დაიწერა და მალულად ცდილობდა წაკითხოს. დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია. სასამართლო პროცესზე დავადასტურე და ჩვენ დაცვის სიტყვაში ვიტყვით, თუ როგორ ხდებოდა მოწმეებზე ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და ასეთი მეთოდებით ხდებოდა მტკიცებულების მოპოვება და შექმნა ხელოვნურად. ასეთ შემთხვევაში სასამართლო მიიღებს ჩვენ დარწმუნებული ვართ ობიექტურ გადაწყვეტილებას სამართლიდან, სადაც იქნება ერთადერთი გამამართლებელი გადაწყვეტილება. საქმის პროკურორი შაქრო ზაალიშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდების 63 მოწმემ და 7 დაზარალებულმა ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დაასაბუთეს. საქმეში სახელმწიფო ბრალდების მთავარი არგუმენტი სწორედ მათი ჩვენებებია. მტკიცებულებებზე დაყრდნობით შედგენილი იქნა დასკვნითი სიტყვა, რომელიც ფაქტურად უთყუარად ადასტურებს, რომ ბაჩანა ახალაიამ და სხვა ბრალდებულებმა ჩაიდინეს სწორედ ის დანაშაულები, რაზეც მათ წარედგინათ ბრალდებები და სწორედ ის ფაქტობრივი გარემოებები არის მოყვანილი, რაც მათ ჩაიდინეს და რაც ბრალდებაში აქვს შერაცხული. დასკვნით სიტყვას ხვალ წარმოადგენენ ბაჩო ახალაიას ადვოკატები. არგუმენტები, როგორც თავად ამბობენ, საკმაოდ მოცულობითია. 5 თვიანი არსებითი განხილვა კი მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე დღეში უნდა დაასრულოს. შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ბაჩუ ახალაიას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი წამების ერთ-ერთ ეპიზოდში სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია. რჩება მეორე იაღლუჯას ეპიზოდი. ყოფილი პოლიციელები ყოფილ მინისტრს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. საქმეში არსებული მასალების მიხედვით პოლიციელებზე როგორც ფიზიკური, ისე მორალური და სექსუალური ძალადობის ფაქტები იკვეთება. წამებაში ბრალდებულებს კი პრეზიდენტი არ შეიწყალებს. ახლა დაცვის მხარემ ახალაიას გამართლება უნდა მოახერხოს, სწორედ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იქნება შემდეგ დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ბაჩუ ახალაიას. რა ვიცი, მე მგონი სამართლას ვიპოვი რა ბოლო და თუ არა და რა ვიცი, просто ძალიან თხოვ ამ ხელისუფლებას და ამ მოსამართლეებს დამნაშავეს ნუ გამხდიან რა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი ყოფილი მინისტრის ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია. დაზარალებული პოლიციელები სასამართლოს შემდეგ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს პირველად ჟურნალისტებთან ყვებიან. ძიების მასალებით 2012 წლის 19 აგვისტოს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ბაჩუ ახალაიას ბრძანებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს 7 თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით იალღუჯას პოლიგონზე აწამეს. მათ წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, ფიზიკურ ანგარიშწორებასა და ცოცხლად დამარხვის ფაქტს. სამი კაცი პირქვე დააწვინეს, ფალავანდიშვილი, ფანცხალაშვილი და ჟვანია. იქვე ახლა ნუშები არის, გაყოლებაზე და გვერდზე ნუშის ხეები არის. ტოტი მოტეხა ხელი წაიღო შარვალზე, სიცის განცრამლები წამოვიდა, ჩვენ მუხლებზე დაგვაყენა 4 კაცი და ამათ უყურებდით პირისპირ. და ტოტები მოტეხა და უკანა ტანში ჩავორჭო, ხო? ცოტა ხანში ჩუბინძემ დაიწყო შარვალზე ღილების შეხსნა და იძახდაო, დიდი ხანია კაცი არ მიხმარიაო. ამის მერე მოტეხა ნუშის ტოტები და ორ კაცს გაუკეთა უტყანალში.
დაზარალებული პოლიციელები ამბობენ, რომ მათი წამების ბრძანება პირადად ბაჩუ ახალაიამ 18 აგვისტოს სასწავლო ცენტრის ბაზაზე გასცა, სადაც 7 პოლიციელს სამხრეები მოაგლიჟეს, ქართული ოცნების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს და მოღალატეებად გამოაცხადეს. გვიბრძანეს ხო ხვით იარეთ მაგდროს ჩამოვრჩი მე და ერთი ჩემი თანამშრომელი მოვიდა ზანგიევა ჩემთან და ჩამაბა კისერიზე კამარი და მატრია სადღაც 1.15-20 მეტრა შეიძლება ცოტა მეტიც იქნებოდა მაგდროს გიორგაშვილი ყიროდა უკნიდა სომეხია მოკალიო რა უნდა ქართულ ჯარშიო ბაჩან ახალაიამ ხელები გადააჯვარენა всё ბასტ აღარ მაინტერესებსო როგორც თქვით როგორც მოვილაპარაკეთ იმის დამიხედვით მოიქეცითო და ეს იყო და ეს 5 წუთიანი სიტყვა ჩაჯდა მანქანაში თვითონვე და წავიდა ამის შემდგომ დაიწყო ყველაფერი და მე ვფიქრობ რომ სავარაუდოდ ამდენ რაღაცას ვერ გაბედავდნენ თვითონ მეთაურის დონეზე ვერ გადაწყდებოდა ეს მინისტრიდან ან კიდე უფრო რაღაც ზემოდან არ მოდიოდეს ეს ბრძანება გამოძიების ინფორმაციით იალღუჯას პოლიგონზე პოლიციელებს ბაჩუ ახალაიას ბრძანებით რამდენიმე მაღალჩინოსანი აწამებდა მათ შორის ერთ-ერთი წარსულში 2 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებული სერჟანტი დავით ჩუბინიძეა სწორედ მას ადანაშაულებენ პოლიციელები სექსუალურ ზალადობაში არა ტყუილს ამბობენ ეგ ადამიანები ნამდვილი ტყუილს არ ყოფილა ესეთი ფაქტი არა არ ყოფილა ეგეთი ფაქტი რო ყოფილიყო ახლა მე ასე ვივლიდი აქ ან ისინი ქუჩაში ივლიდნენ ბრალდებული სკამზე ყოფმა ბაჩუ ახალაიამ იალღუჯას პოლიგონზე წამების ფაქტს გამოგონილი უწოდა. ყოფილი მინისტრი სასამართლო პროცესებზე აცხადებდა, რომ დაზარალებული პოლიციელები რეინჯერთა სწავლების სპეციალურ კურსს გადიოდნენ, სადაც თითქოს და ის დაზიანებები მიიღეს, რომელიც მათ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად დაუდგინდათ. ახალაიას ამ არგუმენტს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ სამხედრო ექსპერტები. გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ წამებას და ღირსების შემლახვალ მოპყრობას რეინჯერთა წვრთნასთან კავშირი არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ უმნიშვნელო ვარჯიშიც კი უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოების წესებით. სადაც დეტალურად უნდა იყოს აღწერილი თუ რა ზომები უნდა იყოს მიღებული სწავლების ხელმძღვანელის მხრიდან, რომ არ დაზიანდეს ადამიანი ფიზიკურად და მორალურად. სასჯელ ახსულების თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს პროკურატურამ ბრალის 3 ეპიზოდში წაუყენა. აქედან 2 ჯარისკაცებისა და პოლიციელების წამებას უკავშირდებოდა. რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ ბაჩუ ახალაია თავდაცვის ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო. ამ ფაქტს სისხლის სამართლის ექსპერტები პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ. გია მეფარიშვილი დარწმუნებულია, რომ ახალაიას მოსამართლე პოლიციელების წამების ეპიზოდშიც გაამართლებს, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს მისი შეწყალების შესაძლებლობას მისცემს. ახალაიას მიმართ მეორე განაჩენიც იქნება აუცილებლად, რომელიც ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებულ დარღვევებს, კერძოდ ცემას, წამებას, არადამიანურ მოპყრობას, რომელშიც იმხილება როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს საქმე აუცილებლად გამომართლებელი განაჩენით დასრულდება, რაც შეეხება მესამე საქმეს. მესამე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ციხის ბუნდზე იქნება, ჩემი ღვაწლით მასზე შედგება აუცილებლად გამამტყუნებელი განაჩენი. მაგრამ საგანთა ლოგიკა მემაძლევს ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ საქართველოს პრეზიდენტი მას აუცილებლად შეიწყალებს და გაანთავისუფლებს. ექსპერტების ამ ვარაუდს ის ფაქტიც ამყარებს, რომ დაცვის მხარემ ახალაიას წინააღმდეგ წაყენებულ მესამე ეპიზოდში, კერძოდ ციხის ბუნტის საქმეში პროკურატურის პოზიცია დასაშვებად ცნო, რაც სასამართლო პროცესების უმოკლეს ვადებში დასრულებას გამოიწვევს. რატომ მიიღო დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის წამგებიანი გადაწყვეტილება და ამზადებს თუ არა პრეზიდენტი ახალაიას შესაწყალებლად. ამ თემაზე განმარტებებს ბრალდებულის ადვოკატი აკეთებს. ჩვენ მხოლოდ ერთს ვარაუდობთ, რომ უნდა იყოს გამომართლებელი განაჩენი, არ ველოდებით არნაირ გამომტყუნებელი განაჩენი და მეორე შეწყალებას თუნდაც პრეზიდენტის. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წამების საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ერთ კვირაში გამოიტანს. ექსპერტების მტკიცებით, გამომართლებელი განაჩენის შემთხვევაში ახალაიას შეწყალება გარდაუვალია. ამერიკული ფირმა დენსუსის დასკვნა 26 მაისის აქციაზე დოკუმენტს დღეს თავისუფალი ზონა აქვეყნებს. დასკვნაში ნათქვამია, რომ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირის ბლოკირების მიზნით მომიტინგეებმა გამოიყენეს მეტალის ბარიერები, რომლებიც მეტალის ტროსით გადააბეს ერთმანეთს და ქუჩის ბოძებს მიამაგრეს. ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც პირდაპირ პროვოკაცია მომიტინგეთა მხრიდან, ნათქვამია დოკუმენტში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოტა უტიაშვილის განცხადებით, დასკვნა კომპანიამ ამერიკის დეპარტამენტის დავალებით მოამზადა, რომელიც პოლიციას რეკომენდაციის სახით მიეწოდა. სახალხო კრების წარმომადგენლისა და 26 მაისის აქციების ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, დოკუმენტის შედგენის დროს აქციის არც ერთი მონაწილე არ დაკითხულა და კომპანია მხოლოდ სახელმწიფო უწყებების ინფორმაციით ხელმძღვანელობდა. დენსუსის მიერ მომზადებულ დოკუმენტს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ 26 მაისს აქციის
ის დარბევის გამოძიება უნდა გაგრძელდეს. ეს კომპანია დაიქირავა სახელმწიფო დეპარტამენტმა. კომპანიამ თავისი კვლევის შედეგები გადასახადო დეპარტამენტს და შემდეგ საელჩომ გადმოგვცა ეს შეფასებები და მათ დასკვნები ამის შემდეგ 2011 წლის აგვისტოში. ეს დოკუმენტი არ ისახავდა პროპაგანდისტულ ან საინფორმაციო მიზნებს და ძირითადი მიზეზი რის გამოც ის შეიქმნა იყო რეკომენდაციების შემოშრება პოლიციისთვის. ეს დოკუმენტი დაცვის მხარეს გადაეცა სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც მტკიცებულების გაცვლის დროს ეს პროკურატურამ ჩადო საქმეში. რატომ მივაქციეთ ამდენი ყურადღება ამ დასკვნას, რომელსაც თავად ნაცმოძრაობის ხელისუფლება არ აქცევდა ყურადღებას და დიდ მნიშვნელობას, როცა მაშინ მართლა ჭირდებოდა. 26 მაისში ახალი ამბავი მომხდარი იყო, ხალხი ღელავდა. მიუხედავად ყველაფერისა ამისა, რომ ამ კომპანიამ არც ერთი დაზარალებული არ დაკითხა. ისარგება მხოლოდ ოფიციალური სტრუქტურების დეზინფორმაციებით, რეალურად მიუხედავად ამისა, ესე იგი ეს დასკვნა მაინც არ არის სასარგებლო ვანო მერაბიშვილისთვის და ყოფილი ხელისუფლებისთვის. ის კადრები რაც ნახეთ 2-3 დღე დაკარგული ადამიანები, რომლებსაც მე ნელ-ნელა ვპოულობდით სხვადასხვა რაიონების საპატიმრო ადგილებში, დასახიჩრებულებს, ნაცემებს, ნაწამებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ასევე თქვენი მეშვეობით თელმა მსოფლიომ ნახა, რომ სახსალამათნი რუსთაველზე პოლიციის თანხლებით თავისუფლად მოძრაობდნენ და 2 დღის მერე ის ხალხი ვიპოვეთ პრაქტიკულად სასიკვდილოდ ნაცემები. აი ამის გამოძიებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იცხოვდა და ყველა ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციას. ამერიკული კომპანიის დასკვნას ციხიდან ეხმიანება ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. დასკვნა ადასტურებს, რომ 26 მაისს მომიტინგეთა დაშლა საერთაშორისო ნორმებისა და პრაქტიკის ფარგლებში განხორციელდა, ამბობს ყოფილი პრემიერი. აღნიშნული დასკვნის მომზადება სამინისტრომ კერძო კომპანიას შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით დაუკვეთა. დოკუმენტის მომზადების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ამოძრავებდა პოლიტიკური მიზნები. ამ დასკვნის ერთადერთი მიზანი იყო მაღალკვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარება და რჩევების მიღება მდიდარი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მხრიდან. სწორედ ამიტომ კომპანიის შერჩევა მოხდა ამერიკელი მეგობრების მიერ. მიმაჩნია, რომ არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს ამ დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი არ შეეპარება. ნათქვამია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში. ახალი ცხრაზე პირდაპირ ეთერში ბრუნდება. აღიარებს თუ არა ნამდვილად რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს. ოფიციალური დოკუმენტებისა და ზეპირი განცხადებების საფუძველზე ეს მართლაც ასია. უფრო მეტიც რუსეთის საპატრიარქო ქართული ეკლესიის კანონიკური საზღვრების ურღვევობაზე ღიად საუბრობს, თუმცა ოფიციალური მონაცემებით აფხაზეთში რუსეთის ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიებიდან არაერთი სასულიერო პირი მოღვაწეობს. ამ საკითხზე განმარტება მეცხრე არხმა რუსეთის საპატრიარქოს სინოდალური საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელს თხოვა. ჩვენ შეკითხვაზე დეკანოზი ვსევოლით ჩაპლინი პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსის სამღვდელოება ნებართვას ადგილზევე იღებს. გასულ თვეში აფხაზეთში მცხოვრებმა საერო პირებმა ავტოკეფალიის მოპოვებისათვის თანადგომა რუსეთისგან ითხოვეს. მათ პირადად მიწერეს რუსეთის პატრიარქს, თუმცა რუსეთის საპატრიარქოსგან მიღებულ საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ მიმართვის ავტორთა კომპეტენცია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს საკითხი პატრიარქმა მათთან ერთად განიხილოს. დავით ახვლედიანი დეტალებით. ვისი კურთხევით მსახურობენ აფხაზეთში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები მაშინ, როდესაც რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს აღიარებს. ინტერნეტ პორტალ პრავოსლავია იმირზე მეცხრე არხის მიერ დასმულ კითხვას რუსეთის საპატრიარქოს სინოდის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი პასუხობს. როგორც ცნობილია, რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს აღიარებს. ვისი კურთხევით მოქმედებენ რუსეთის ეკლესიის მრავალრიცხოვანი კლირიკოსები აფხაზეთში, რომლებიც ინტერნეტში გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე პირდაპირ აწერენ ხელს. კერძოდ ტროიცა სერგიევის ლავრის წინამძღვარი იეროდიაკონი დიონისე ბისტროვი, ყუბანის ეპარქიის მღვდელი ალექსანდრე იაბლოკოვი, პოჩაევის ეპარქიის იღუმენი ათანასე კოვალჩუკი, ვალაამის მონასტრის ბერი ვასილი სკლეიბა, მაიკოპის ეპარქიის წარმომადგენელი იოანეს ვინუხოვი, დნესტრისპირეთის ეპარქიის კლირიკოსები, მატვეი ტუშბუ და დალმატ გოპია, მღვდელი სოფელ რამენსკოედან სერგი და მღვდელი ალექსანდრ ბორისოვი და სხვანი. დიახ, მოსკოვის საპატრიარქო პატივისცემით ებყრობა ავტოკეფალურ ეკლესიათა კანონიკური ტერიტორიების საზღვრებს, თუმცა ცნობილია, რომ აფხაზეთში სისხლისმღვრელი ომის შემდეგ საქართველოს საეპისკოპოსოს მიერ სამრევლოს მართვა შეუძლებელი გახდა. სიტუაცია კანონიკურ დარეგულირებას საჭიროებს. მოთმინებით მშვიდობით და საეკლესიო ტრადიციისა და კანონმდებლობის დაცვით. ამისათვის დროა საჭირო. ამ ფონზე ჩემი აზრით თუ კი რომელიმე მღვდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და სთხოვენ, რომ იქ მყოფ მოქალაქეებს სულიერი დახმარება აღმოუჩინოს, მას ამის საშუალება აქვს. თუ იქ მყოფ კანონიერ სასულიერო პირებს დაეკითხება.
ვინ არის დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი კანონიერი სასულიერო პირი, რომელსაც ჩაპლინის თქმით, იქ მოხვედრილი მღვდელი უნდა დაეკითხოს. მაშინ, როდესაც ქართული ეკლესიის იურისდიქცია მის კანონიკურ ტერიტორიაზე მხოლოდ ფორმალურად ვრცელდება. აფხაზეთში მოღვაწე სამღვდელოების ერთი ფრთა თვლის, რომ საქართველოს ეკლესიისგან ავტოკეფალიის მოპოვება მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაახლოებით არის შესაძლებელი. მეორე ფრთა კი ფიქრობს, რომ ამ გზაზე რუსეთის ეკლესიის როლია გადამწყვეტი. 12 ივლისს აფხაზეთში მოღვაწე საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომელთა შორის რამდენიმე აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრიც არის, რუსეთის კათოლიკოს პატრიარქს წერილი გაუგზავნეს, რომლის შინაარსის მიხედვით კირილს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვების საკითხში მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს. თუმცა რუსეთის საპატრიარქოს სინოდის საინფორმაციო განყოფილებამ წერილის ავტორებს საკითხის განხილვაზე უარი განუცხადა. მოსკოვის საპატრიარქო თანაგდნობით ეკიდება აფხაზეთის მართლმადიდებლურ თემთა საეკლესიო ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს და ცდილობს ხელი შეუწყოს მათ მოგვარებას წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ნორმების ფარგლებში. თუმცა მიმართვის ავტორთა სტატუსი და კომპეტენცია მათ მიერ წამოჭრილი საკითხების მოსკოვის არასრულად რუსეთის პატრიარქთან განხილვის შესაძლებლობისთვის საკმარის საფუძველს არ იძლევა. აფხაზის აეროპირებისადმი რუსეთის საპატრიარქოს პასუხს ადეკვატურად მიიჩნევს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. პაატა ზაქარიაშვილის განცხადებით, რუსეთის ეკლესიის ინტერესი ამ ქვეყნის ხელისუფლების ინტერესებისგან განსხვავებულია. არსებობს სერიოზული სიმფონია, თქვათ ასე ვიტყოდე, რელიგიურ ტერმინով ვიხმარო, ეკლესიასა და მთავრობას შორის რუსეთში, მიუხედავად ამისა, აი ჩვენ ხედავთ განსხვავებას, პრინციპულ განსხვავებას. არა იმიტომ, რომ რუსეთის ეკლესია უფრო კეთილშობილად უყურებს საქართველოს, არა, იმიტომ რომ მის ინტერესებში არ არის დღეს დაუპირისპირდეს არც დღეს და არც მომავალში დაუპირისპირდეს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და შეიტანოს მართლმადიდებლურ სამყაროში რაღაც გარკვეული დისონანსი და დაარღვიოს ის მრავალსაუკუნოვანი ჰარმონია, რაც არსებობს მსოფლიო მართლმადიდებლობაში. რუსეთის ეკლესიის მიერ აფხაზის აეროპირებისადმი გაცემულ უარყოფით პასუხს აფასებენ ექსპერტებიც. მამუკა არეშიძის თქმით, რუსეთის ეკლესია აფხაზეთში კონსტანტინოპოლის ეკლესიის გავლენის შევიწროებას ცდილობს. თუმცა საქართველოს ეკლესიის კანონიკური საზღვრების გადახედვას მხარს არ დაუჭერს. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე კი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქართულ ეკლესიას საკუთარი ტერიტორიული საზღვრების დაცვის ბერკეტი გააჩნია. რუსეთის საპატრიარქო ცდილობს, რომ თვითონ შეაღწიოს როგორმე აფხაზეთში, არ დაუშვას იქ კონსტანტინოპოლის პატრიარქის გავლენები და ამასთან დაკავშირებით ცდილობს, რომ საქართველოს ეკლესია დაიყოლიოს, რაც არ გამოსდის. რაც შეეხება ამ წერილს და მის შემხვედრ აღშფოთებულ ტონს, უნდა ითქვას, რომ ეს წერილი პირველი არ არის, დაახლოებით არის 30-ე და ეს აღშფოთებული ტონი დაახლოებით აი ამ კატეგორიიდან არის, რით ვერ გაიგეთ, რომ ამ ნაბიჯს არ გადავდგა. 1953 წელს რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია და მას არაერთხელ ხაზი გაუსვა რუსეთის მხარებს, სხვათა შორის ახლახან მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე, როდესაც რუსეთში იმყოფებოდა. თეორიულად რომ დაუშვათ, ეს რუსეთისათვის იქნება კატასტროფული. მაშინ ჩვენ შეგვიძლია კონტრზომებს მივმართოთ, უკრაინის ეკლესია დიდი ხანია ითხოვს ავტოკეფალიას და ჩვენ ამ ნაბიჯს არ ავდგამთ. და თუ ამას რუსეთი გადადგამს, ეს მისთვის არ იქნება მომგებია. 23 ივლისს მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს შორის გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საეკლესიო კრიზისი იყო. მრევლი მეუფის წინააღმდეგ არგვეთისა და უბისის ეპისკოპოს ვახტანგ რახლოდიან ზესტაფონელები მრუშობაში, წმინდანების გმობასა და თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ. ცოტა ხნის წინ მრევლმა ვითარების შესასწავლად საპატრიარქოს მიმართა ამ მისიით ეპარქიას დღეს წმინდა სინოდის 3 წევრი ეწვია. ეპისკოპოსები ზესტაფონში 2 დღეს დარჩებიან, შემდეგ კი მოძიებულ ინფორმაციას სინოდი შეისწავლის და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს. ზესტაფონში მეუფის განკვეთას ითხოვენ. საპატრიარქოს სპეციალური კომისია ზესტაფონში მოსახლეობის მოთხოვნით ჩავიდა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, ბოდბის მიტროპოლიტი მეუფე იაკობი და სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტის მეუფე ვახტანგის საქმიანობის შესახებ იმსჯელებენ. ჩვენ ჩამოვედით იმისათვის, რომ გქონდეს შეხვედრები თქვენთან, შევხვდეთ მოსახლეობას, შევხვდეთ სამღვდელოებას, შევხვდეთ მთავრობას, თითოეულ თქვენთაგანს მოვისმინოთ ინფორმაცია, მივიღოთ შევქმნათ სრულყოფილი სურათი მდგომარეობისა და შემდგომ თქვენი დახმარებით, თქვენი ლოცვით შევეცადოთ, რომ დაალაგდეს სიტუაცია და ასეთი გაუგებრობა არასოდეს არ მოხდეს. ზესტაფონელმა მრევლმა მეუფე ვახტანგს რამდენიმე კვირის წინ რეზიდენციის კარი ფიცრებითა და ლურსმნებით აუჭედა და თანხების მითვისებასა და მრუშობაში დაადანაშაულა. მოსახლეობამ მიტროპოლიტის ეკლესიიდან განკვეთაც მოითხოვა. შენობა, რომელიც სადაც დაგეგმილი იყო გიმნაზიის აშენება, რომელსაც მრევლი მრავალი წლის განმავლობაში ყარაულობდა და ყურადღებას აქცევდნენ, რომ არ გაქურდულიყო, ამ
ბოლო წელს უკვე ჩვენმა მმართველმა ეპისკოპოსმა დაშალა ეს საგიმნაზიო შენობა და ასე ვთქვათ საშენ-მასალებად გაყიდა. 2011 წელს არის გადმორიცხული 28000 ლარი. 2012 წელს არის გადმორიცხული 827000 ლარი. 2013 წელს არის გადმორიცხული 34000 ლარი. ჯამში ეს შეადგენს მილიონ ლარს. მეუფე ვახტას და მით უმეტეს მეუფეს და იმას ვერაფერს ბრალს ვერ დავდებ, მაგრამ სინოდის გადაწყვეტილებას ველოდებით. მოგვიანებით მეუფე ვახტანგის საქმეში კიდევ ერთი წმინდანთა გმობის ბრალდება გაჩნდა. მრავლის თქმით მეუფე წმინდა სინოდისთვის ხელის შეშლასაც ცდილობდა. უმორჩილესად ხო ჩვენ წმინდა სინოდს, რომელიც გუშინ მიტროპოლიტის გარემოსთვის მიერ იქნა შეცდომაში შეყვანილი და ნაცვლად განსაკუთრებით დასაჯელი მღვდლების მაგივრად განკვეთილი იქნა და ექსტორია ყოფილნი ჩვენი პატიოსანი წმინდა მამები. მოვითხოვთ ამ მღვდელსახურების აღდგენას და უღირსების განკვეთას. საქართველოს საპატრიარქოს სპეციალური კომისია ზესტაფონში 2 დღის განმავლობაში დარჩება. მეუფე ვახტანგის შესახებ მსჯელობა თბილისშიც გაგრძელდება, თუმცა როდის და რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპატრიარქო ჯერჯერობით უცნობია. მეცნიერები მყინვარ კირშიტოზე გეოგრაფები და ჰიდროლოგები ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე დადგინდან, რომ რაჭაში მდებარე მყინვარი დნება მიზეზი კი კლიმატური ცვლილებებია. რას ყვებიან მეცნიერები მეცხრიართან, რა საფრთხეებს შეიცავს მყინვარების დნობა და რა ტენდენციები შეიმჩნევა კავკასიონზე. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ეს რასაც ჩვენ უყურებთ არის აუცილებელი, ამით უნდა გავზომოთ მყინვარის უკან დახევა, ეს კიდევ ჩვენი მარშრუტის მარკირება უნდა შევძლოთ და გავსაზღვროთ რა ხდება მყინვარ კირტიშოს მიმდებარე ტერიტორიაზე. საჭირო ნივთების ჩალაგების შემდეგ გეოგრაფებითა და ჰიდროლოგებით დაკომპლექტებული ჯგუფი გასამგზავრებლად უკვე მზადაა. ექსპედიციის მთავარი მიზანი მყინვარ კირტიშოზე მიმდინარე ცვლილებების დადგენა. კლიმატის ცვლასთან დაკავშირებით ქართველი მეცნიერები მყინვარებზე დაკვირვებას ყოველწლიურად აწარმოებენ. მათი კვლევების შედეგად მტკიცდება, რომ მყინვარები დროთა განმავლობაში უკან იხევს. მყინვარები ამ დროისათვის იხევენ უკან, ისე გრძელდება უკან დახევის ტემპი. მართალია ცოტათი ცვლილება არის, არა ისეთი როგორიც იყო წინა წლებში, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა, რომელიც იყო ძალიან დიდი ხნის წინ. საკმაოდ სახიფათო ბილიკების გავლის შემდეგ ექსპედიცია მწვერვალს დაახლოებით 40 წუთში მიუახლოვდება. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ კი მეცნიერები შეძლებენ იმის დადგენას, თუ რამდენი მეტრით დაიწია მყინვარმა უკან. გლობალური დათბობა და მზის აქტიურ ფაზაში ყოფნა მყინვარების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. საქართველოს ტერიტორიაზე ისინი მხოლოდ კავკასიონის ფარგლებშია თავმოყრილი და მათი რიცხვი ამჟამად მხოლოდ 786 აღწევს. მეცნიერების თქმით, მყინვარი კლიმატს საუკეთესოდ არეგულირებს. მყინვარების დნობის შემცირებას ჰიდროლოგები პოზიტიურად აფასებენ. მყინვარების დნობა და შესაბამისად წყლის გამოიწვევს არა ესე იგი მდინარის ჩამონადენის შიდაწლიური განაწილების ცვლილებას, ანუ მთლიანად ჯამური რაოდენობა ეს ერთი და იგივე იქნება, ანუ დიდად მატება არ მოხდება ამ შემთხვევაში მდინარე ჩამოუბრალოდ, მაშინ მისი სიხშირე და ხანგრძლივობა შეიძლება. მყინვარი კირტიშო ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. ახლახანს ჩატარებული კვლევების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორი გიორგი დვალაშვილი ამბობს, რომ მყინვარის უკან დახევა, ანუ ყინულის დნობის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. მიზეზად კი შედარებით გრილ ზაფხულს ასახელებს. მყინვარი ორგვარი კატალიზატორია, არის დათბობა და ტემპერატურის მომატება შესაბამისად ცირდება და თუ არის გარკვეული სიცივე, იქ შემცირების ტემპი არ არის ესეთი მაქსიმალური. საქართველოში მდინარეები მყინვარებისგან მთელი წლის განმავლობაში 25%-ით საზრდოობენ. მეცნიერთა ერთი ნაწილის მტკიცებით საქართველოში მყინვარები ყოველწლიურად 5 მეტრით მცირდება. ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ნიშნული 15 მეტრით შემცირდა. მიუხედავად ამისა, მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ყოველივე ეს გარემოზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან საქართველოში არსებული მდინარეების ძირითად რეზერვად მაინც შიდა წყლები რჩება. გლაციოლოგების მონაცემებით გასულ საუკუნესთან შედარებით მყინვარებით 15%-ით შემცირდა. ზოგი კი საერთოდ გაქრა. გლობალურ დათბობასთან ერთად მყინვარების დნობის დაჩქარებას ატმოსფერული დამტვერიანებაც იწვევს. მადლობა დათო. წერილები ავღანეთიდან საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგრამოფენო დარბაზი ამ სახელწოდების ფოტოგრამოფენას დაეთმო. ნატოს სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში მყოფმა ჯარისკაცებმა პირადი ფოტოები და წერილები წარმოადგინეს. 47 ფოტოსურათი და ამონარიდები წერილებიდან ქართველი სამხედროების ყოველდღიურ ცხოვრების დეტალებს ასახავს. გამოფენა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით მოეწყო.
ეს იქნებოდა ალბათ ყველაზე მეტად საჩვენებელი ღონისძიება მოსახლეობისთვისაც, საზოგადოებისთვისაც და საერთოდ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თუ რას აკეთებენ ჩვენი ბიჭები ავღანეთში. მე ზუსტად ვიცი რას აკეთებენ და როგორ საქმეებს ჩადიან ისინი მსოფლიოს ყველაზე ერთ-ერთ ცხელ წერტილში. საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა, რომლის ინიციატივით მოეწყო ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში მოქმედი ჩვენი შენაერთების ჯარისკაცთა მიერ გადაღებული ფოტო გამოფენა იქნება სურათების და იქნება მათი პირადი წერილებიდან ამონარიდები. თვითონვე გამოთქვეს სურვილი ამ ჯარისკაცებმა, რომ ეს გამოექვეყნებინა და კომიტეტმა შეუწყო ხელი ამ გამოფენის მოწყობას. ბათუმის საზაფხულო თეატრში თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტი მიმდინარეობს მუსიკას საზღვრებს გარეშე თამარ გვერდწითელი და მეგობრები ასე ქვია 4დღიან ფესტივალს, რომელიც დღეს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიხსნა. გვერდწითელთან ერთად დღეს მაყურებლის წინაშე მისი მოლდოველი, უკრაინელი და რუსი მეგობრები წარსდგებიან. ხვალკი მომღერალი საღამოს სუხიშვილებთან ერთად გამართავს ფესტივალი 15 აგვისტოს პიაცაზე გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. მომღერალმა ბათუმში კონცერტი 2 წლის წინ ლეგენდარულ მიშელ ლეგრანთან ერთად გამართა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ბათუმის მერი და აჭარის მთავრობა. აღждდება შესანიშნავი ქართული სიმღერები, რომელიც გვინდა რომ ამ თაობამაც კი ამ თაობამ იცოდეს და ეს გადაეცეს. ანუ როცა ეს სიმღერები ჟღერს, აი ჩვენი მე მიმაჩნია ჩვენი ძალიან დიდი ვალია და აი ღმერთმა გაგაუკეთებინოს ეს საქმე და პატრიარქის ლოცვა კურთხებით. როცა აღждდება და სადაც ჟღერს ქართული სიმღერა, იქ ყველგან ზეიმია. დღეს დაფუძნდა ბათუმში თამარ გვერდწითელის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სიმღერა საზღვრებ გარეშე, რომელიც იქნება ყოველწლიური. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ამ ჟანრის ფესტივალი, რომელიც ჟანრშიც ქალბატონი თამარი მუშაობს, საქართველოს ესეთი ფესტივალი არ იყო. ასე იყო გასული დღე და ის თემები, რასაც მე 9 არხმა დღეს ყურადღება გაამახვილა. მშვიდობიან ღამეს გესურვებთ და ხვალამდე გამშვიდობებით. მადლობთ რომ გიყურეთ.